სახელმწიფოს მეექვსე თავი მოიცავს ბაზრის შესწავლის და კონკურენტული უპირატესობის მოძიების მეთოდოლოგიებს. აქ ჩვენ ვისწავლით თუ როგორ ვიყოთ განსხვავებულები და როგორ გავაკეთოთ ეს პოზიციონირება, რომ მომხმარებელმა იცოდეს რატომ მოდის ჩემთან და არ უნდა წავიდეს სხვაგან. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ მეწარმეობაზე, ხშირად დგება მომენტი, როდესაც ალტერნატივები არის ბევრი იმ კონკრეტულ ინდუსტრიაში, რასაც თქვენ, სადაც აპირებთ თქვენ რომ შეხვიდეთ, მაგრამ თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ ხართ სოციალური საწარმო სხვისთვის აგენერებთ რაღაცა სიკეთეებს, სოციალურ მდგრად ცვლილებებს ახდენთ ბაზარზე და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ეს არის ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც თქვენ განსხვავებთ სხვისგან. თუმცა არასდროს არ არის ეს საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პროდუქტიც იყოს კონკურენტებთან მიმართებაში კონკურენტული უპირატესობის მქონე. როგორ განსაზღვროთ? იმ ინდუსტრიაში, სადაც თქვენ შედიხართ, უნდა მოძებნოთ მეთოდოლოგია არის სახელმწიფოში ვიზუალიზირებული და ძალიან პრაქტიკული. სადაც ერთ მხარეს თქვენ საუბრობთ ყველა თქვენ კონკურენტზე და შეისწავლეთ ბაზარი. არსებობს სამი ტიპის კონკურენტი, ხო, პირდაპირ კონკურენტი, რომელიც არის სუსტად იგივე პროდუქტის შემქმნელი, როგორცაც თქვენ ქმნით, არის ირიბი კონკურენტი, რომელიც იგივე პროდუქტს არ ქმნის, მაგრამ შემავსებელია, ჩამნაცვლებელია, ანუ მსგავს პრობლემას აგვარებს, მაგრამ სხვა გზით და არსებობს მომავალი კონკურენტი, ანუ როდესაც თქვენ უნდა იფიქროთ, რომ ხვალზე ხوار შემოვა ბაზარზე ვიღაც. მნიშვნელოვანი არის პირდაპირ და ირიბი კონკურენტების განსაზღვრა და ტოპ კონკურენტების ჩამოწერა სვეტში მარცხენა მხარეს. ასევე შეისწავლეთ თქვენი კონკურენტები და მათი მთავარი მახასიათებლები. რითი გამოირჩევიან ისინი და ზედა ჰორიზონტალურ სვეტში ჩამოწერეთ მთავარი მახასიათებლები. სასურველია რომ კრიტიკული 5-6 მახასიათებელი მაინც ჩამოწერეთ. მაგალითად, ფასი, მაგალითად შეიძლება ეს იყოს პროდუქტის ისეთი ხასიათი, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგალითად, გეოგრაფიული დაფარვა და ნებისმიერი სხვა. და თქვენ უკვე იღებთ ესეთ მატრიცას, სადაც იცით თქვენი კონკურენტები და იცით მთავარი მახასიათებლები, რომელიც თქვენი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. შემდეგ დაიწყეთ შევსება და დასვით კითხვები, რომ მაგალითად ეს მახასიათებელი ამ კონკურენტს აქვს დაფარული, ამას არ აქვს დაფარული და ასე შემდეგ. შედეგად თქვენ მიიღებთ ზუსტად იმ მატრიცას, რომელიც თქვენ დაგანახებთ. თქვენ სად ხართ ძლიერები, თქვენ კონკურენტები სად არიან ძლიერები და შესაბამისად განსაზღვრეთ ის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც არის ბრენდის თუ კომუნიკაციის თუ სხვა რაღაცის ქვაკუთხედი. ანუ თქვენ უნდა ისაუბროთ ბევრი ზუსტად ამ უპირატესობებზე და შესაბამისად ამ თავის შემდეგი მეთოდოლოგიებით ზუსტად იმაზეა დაფუძნებული, რომ თუ ვიპოვნეთ მთავარი კონკურენტული უპირატესობა, ეს იდეების განვითარებაშიც გეხმარებათ, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ კონკურენტი უფრო ძლიერია და ეს უნდა დაფაროთ, მაგრამ თუ აღმოაჩინეთ, რომ მართლა ძლიერები ხართ ამა და ამ მიმართულებით, სწორედ ამაზე უნდა დააფუძნოთ თუნდაც თქვენი ბაზრის პოზიციონირების ნაწილი. ამ მიმართულებით მაგალითად გადმოცემულია ესეთი მეთოდოლოგია, AIDA მეთოდოლოგია, რომელიც არის აბრევიატურა და მოიცავს 4 კომპონენტს. როგორ ვიქცევთ ყურადღებას, როგორ ვიქცევთ და როგორ ვაღვივებთ მომხმარებელში ინტერესს, როგორ ვუჩენთ სურვილს და როგორ ვუბიძგებთ ქმედებისკენ. თითოეულზე უნდა უპასუხოთ, ყურადღება როგორ მივიქციოთ, აგერ კონკურენტული უპირატესობა, აგერ უფრო იაფი ვარ, აგერ უფრო რეგიონისთვის, ჩემი ქალაქისთვის, ჩემი ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახდენ. ინტერესი შესაბამისად უკვე თქვენი პროდუქტის მახასიათებლებზე ისაუბრეთ. სურვილი როგორ გაუჩინო, ის ქმედითი მოწოდებები, რომ თქვენ თუ ამას იზავთ, ამას მიიღებთ. მაგალითად, ნებისმიერი ერთი შეძენილი ყავიდან თქვენ იცით, რომ ერთი შეხვდება ვიღაცა სიტყვაზე, რომელსაც ფული არ აქვს, რომ იყიდოს საჭველი პირობითად და აგენერებთ რაღაცა ბიუჯეტს ამ ყველაფერს. თავარია რომ ერთიანად გაიაზროთ და საბოლოო ჯამში ამ მეთოდოლოგიით კომუნიკაციის ძალიან ძლავრი მესიჯებიც კი შეგიძლიათ შექმნათ. შემდეგ უკვე არსებობს ესეთი მეთოდოლოგია, რომელიც ძალიან საინტერესოა, PESO მეთოდოლოგია, რომელიც რას გეუბნებათ, რომ იცით კონკურენტული უპირატესობა, იცით თქვენთვის მთავარი მამოძრავებელი პოზიციონირებებისთვის საჭირო მესიჯები, რომელთაც თქვენი სოციალური საწარმო უფრო მიმზიდველი გახდება ადამიანებისთვის და შემდეგ ეს ყველაფერი უნდა ჩაუშვათ სხვა ტიპის კომუნიკაციაში და ეს არის სწორედ PESO მეთოდოლოგია, რომელიც რას გეუბნებათ. ერთი, რომ აუცილებლად უნდა დაფაროთ ფასიანი მედია,
და ისაუბრეთ რა მიმართულებით გაარეკლამებთ თქვენ ამ მესიჯებს. მეორე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ მხოლოდ რეკლამა გადახდილი ფულით არ გშველით, აუცილებლად საჭიროა რომ თქვენი მოპოვებული მედია, ეგრეთ წოდებული მოპოვებული მედიაც უნდა არსებობდეს, ანუ ის ბლოგი და ის სოციალურ ქსელში არსებული community ჯგუფები და ასე შემდეგ, სადაც მომხმარებლები ბუნებრივად მოდიან თქვენთან, ეს არის თქვენთვის უფასო წყარო და უფასო წყარო იმ ადამიანებთან, რომლებმაც უკვე იციან თქვენ შესახებ და გენდნენ, ხო? შესაბამისად, იქ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. ეს არის გაზიარებული მედია, როდესაც სხვა წყაროები წერენ თქვენზე, ეს სანდოობას უფრო ზრდის, ანუ კი არ არეკლამებთ ხოლოდ და ერთი წყაროდან კი არ იღებს მომხმარებელი თქვენ შესახებ, არამედ მაგალითად თქვენი ქალაქის სოციალური ჯგუფი წერს თქვენზე და ამბობს, რომ რა საინტერესო რა მოხდა ჩვენ რეგიონში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის და არსებობს საკუთარი მედიები, როგორც არის ისეთ მაგალითად YouTube ჩენელი, ბლოგი და მსგავსი რაღაცები, რომელიც ფოკუსირებულად უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელების წყაროთ შეიძლება იქცეს. ჯამში რო დავინახოთ არის რა რომ ვერცერთ შემთხვევაში რა მეთოდოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ კომუნიკაციისთვის, თქვენი პოზიციონირება ვერ იქნება ისეთი ძლიერი, თუ არ გაქვთ კონკურენტის შესავლელი, თუ არ გაქვთ ნაპოვნი კონკურენტული უპირატესობა და თუ ეს კომუნიკაცია ერთი მყარი მესიჯით არ გაქვთ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში გაზიარებული. ერთიანად თქვენ უფრო სანდო და სასურველი იქნებით მომხმარებლებისთვის.